სალამი ჩემო კარგებო, ქართველო ხალხო. ამ ვიდეო ბლოგს დავათქვი გაუპატიურებული კულტურისა და დასვენების პარკი და სასაფლაოზე აშენებული საპირფარეშო. ეხლა ასეთი რამე. მე არ მაინტერესებს ვინ გააკეთა ეს საპირფარეშო და კიდევ საპირფარეშოს გვერდზე შენობა. რა დროს გაკეთდა ეს? ნაცების დროს თუ ნაციონალური მოძრაობა რომ იყო მაშინ თუ ეხლა გაკეთდა? თუ მაშინ გაკეთდა, ახლა ეს ამ 8 წლის განმავლობაში რას აკეთებდა ყოფილი მერი და მისი მოადგილე, რომ ეგრეთ წოდებული პარკი დაჩეხეს და გააუპატიურეს. როგორც ყოველთვის ჩემი საფიქრალი ჯერ ლანჩხუთია, შემდეგ მთელი ქვეყანა. ეხლა ასეთი რამე. რამდენჯერ თქვი, როდის ივლის მატარებელი მახარაზე თბილისი ისე რომ ჩავიდეს დილას თბილისში, დილას, რომ პატიოსანმა შრომელმა ხალხმა არ შეაწუხონ თავისი ნათესავები და მოყვრები არ შეაწუხონ და გააკეთონ თავისი საქმე და ჩამოვიდნენ სახლში საღამოს. მატარებლის ფასია 18 ლარი, ხო და ავტობუსის ფასი 40 ლარი, ან უნდა გაათიოს ღამე გარეთ, ან როდის მოგვარდება ეს ყველაფერი კეთდება ავტომობილების მაფიის სასარგებლოდ. ხო, აღლოგურეთ, სულ რამდენი ავტომობილი მოძრაობს მაშინ, რამდენი ადამიანი ცხოვრობს, ალბათ ავტომობილი მეტია. ცნობილია, რომ ეს ავტომობილების გამონაბოლქვი და საერთოდ აზიანებს ოზონის ხვრელს, რომელიც დედამიწას ატმოსფეროში არის და დედამიწას იმაშობა იცავს ოზონის ხვრელს. ხო, ისედაც ამდენი აგერ ომი მიმდინარეობს, ისედაც ამდენი აფეთქებებია, ისედაც ამდენი კიდე იწამლება ორგანიზმი და ამათ კიდე სულ მანქანები, რატომ არ უნდა დადიოდეს მატარებლები? როგორც ეს ვითომ აგენის და ავასახსენებელ და იმას ორჯონიკიძეების და იმის დროს ვითამ, ისე იგი ყოველთვის დადიოდა, ისე იგი მახარაზე თბილისი ჩადიოდა დილას, ასევე ბათუმი თბილისიც, ასევე ფოთი თბილისიც და ზუგდიდი თბილისიც, ყოველთვის დილას ჩადიოდა მატარებელი თბილისში. პატიოსანი მშრომელი ხალხი მოაგვარებდნენ რაც ჭიროდათ, რაც ჭირდებოდათ მათ და შემდეგ საღამოს დაბრუნდებოდნენ სახლში. თუ ამდენი მატარებელია და ჩასვლით მაინც უნდა ჩადიოდეს დილას და საღამოს ხეწამოყვება იგი კაცი იმას მარშრუტკას ან რაღაცას ავტომობილს ხეწამოყვება. სპეციალურად ამდენი იმას მანქანებს და მატარებლის ყიდვა რა შეიქმნა, რომ ორი მატარებელი იყო, ერთი იქით რომ იდის, მეორე უკან უნდა ბრუნდებოდეს. ხო, ეს უნდა გამოსწორდეს, ეს საქმე ხელოვნურად არის გაკეთებული, ხელოვნურად აკეთებთ ამას თქვენ. გინდა არ ვიცი მე ვისაყურებს ეს ქართული ოცნება, რასაც ნაცები იმაშობენ, ნაციონალები აკეთებდნენ, იმას აკეთებენ ეგენის და კი არავითარი გამოსწორება ვერ ვატყობ მე. ეს არ შეიძლება ჩემო კარგებო, არ შეიძლება. თუ კი იმაშობეთ იმას აქია ვიჭერთ ამ ნაციონალური მოძრაობის იმას, სააკაშვილი დაჭერილია. ხო, ადარა უნდა ისე გაბედულად უნდა გავაკეთოთ. რატომ აყურებთ თქვენ ვიღაცა სალომე ზურაბიშვილისა და ხიდაშელის ნაბოდვარს, რატომ აყურებთ?
მე ვერ გავიგე ვინ არიან ესენი არის პოლიტიკური ნაგავი ჩემოკარგებო პოლიტიკური ნაგავები არის და იყვნენ ის ნაციონალებიც ასე იყო და იმის წინ ვინც იყო შევარდნაძის და იმის და ის ყველა ეს პოლიტიკური ნაგავია ხო ამ პარკში გააკეთეს ეს ტუალეტი ესე იგი ჩვენი წინაპრების საფლავები წაბილწეს ბებიაჩემის დიდი ბაბუა იქ არის დამარხული რა გამოდის წაბილწეს წინაპრების სასაფლაო იყო ადრე იქ შემოღობილი იყო ადრე ხო კულტურისა და დასვენების პარკი რომ არის ახლა არა ჯერ თავიდან შემოღობილი იყო შემდეგ იქ არც ერთი შენობა არ იდგა შემოღობილი ღობე მოხსნეს და კინის ღობით იყო ღობე მოხსნეს და ერთხარეს შენობა აშენდა ტუალეტი აშენდა და მეორე მხარეს ეხლა ერთხარეს ვიღაცები აშენებენ რაღაცას თქვენს ეკლესია შენდებაო ერთი ეკლესია არის იქვე აშენებული მანამდე იმ ადგილზე ერთი წლით ადრე დაიგო ფილები და ჩატარდა კეთილმოწყობითი სამუშაოები რომელიც დაანგრიეს ახლა ამ ეკლესიის ამ მშენებლებმა საინტერესოა ვინ გაასხვისა კულტურის პარკი ვინ გაასხვისა გაიყიდა თუ გაჩუქდა ერთლარად ანუ რომ იციან სიმბოლურად ის ერთლარად ასევე მეორე მხარეს ღელე ჩამოდის ამ ღელის აქეთ პარკის ტერიტორიაზე სასაფლაოზე ტუალეტი არის გაკეთებული ვის მოუვიდა თავში ტუალეტის ისე საპირფარეშოს და კიდევ ერთსართულიანი შენობის აგება სახელმწიფო საკუთრებაში ყოფ მიწებს კი არა პარკებს იტაცებენ მოვითხოვ შემოწმდეს საბუთები ვინ გაყიდა თუ გააჩუქა ეს უნდა გაირკვეს ეხლა ჩემოკარგებო კონსტრუქციული ოპოზიცია შევიკრიბოთ და შევათანხმოთ მოქმედების ვადა თორემ არაფერი არ გეღირსებათ ვერც კონსტრუქციული ოპოზიცია ვერც გაიმარჯვებს ვერსა და კიდე უკვე დაიწყენ ისე გახარიას ოფისი გაიხსნა ლანჩხუთში ნაციონალების ოფისი გახსნილია ეგერ იმის და დამთავ უფულები აქვენ ყელამდე და მოისყიდიან და ვერც ქართული ოცნება გაიმარჯვებს ასეთი მიდგომი და ვერც კონსტრუქციული ოპოზიცია ჩვენ ხომ ბარიერები შეგვიქმნეს ისეთი რომ ჩვენი პარტია არ უნდებიან სოციალისტური პარტია არ უნდებიან რომ გამოჩნდეს საერთოდ ხო ეხლა ჩემოკარგებო ლანჩხუთში დაიწყო დარიგება რაღაცა უაზრო ქაღალდების რა ვიცი რა არის არ წერია ვინ იქნება ქალაქის მერი არ წერია ვინ იქნება ესო მერე გაიგებო ისი არჩევნებში რომ მიხვალ და ხმას მიცემო მერე გაიგებო ვინ იქნებაო ლანჩხუთის ქალაქის მერი და მისი მოადგილეო იმიტომ რომ რეიტინგი არ აქვს ყოფილ მერს არ აქვს რეიტინგი ისე იგი როგორ შეიძლება რომ ლანჩხუთში არ გამოჩნდეს მასზე უკეთესი ვინმე ისე იგი ლანჩხუთში რომელიც ქართულ ოცნებასთან არის იგი რა ქვია რომელიც ქართულ ოცნებაშია ნიუჟელი არ გყავთ ის ქართულ ოცნებას ვეუბნები რომ ეს მერი ეს სარიშვილი რომ არ დააყენოთ კიდევ თქვენ ჯერ არ ჩანა ხალხში იმაში რაც დაარიგეს ხალხები არაა ნაჩვენები ვინ იქნება ოცნების ესო მერე გაიგებო არჩევნებზე რომ მიხვალ ისე არჩევნებზე ტყილა მივიდი ეგება არ მინდა მე ამ ხალხის არჩევნებზე ტყილა მივიდი არჩევნებზე ხო ეხლა ადრე მე მივედი მერი არ იყო ერთი 4-ჯერ 5-ჯერ მივედი არ იყო მერი იმალებოდა
ახლა და მოადგილეს წაუყენე ჩემი ბრალდებები. ახლა რა ბრალდებები წაუყენე, რაც გაკეთდა ლანჩხუთში სამუშაოები, ყველა ზოგი დაანგრიეს, ზოგი მისი დაინგრა და ოღროდ-ჩოღროდ გაკეთებული ასფალტი სადაც დაიგო მაშინ ქალაქში და მე ასფალტი არ აუშავს, კარგი გაკეთებულია, მაგრამ ეს ცენტრში რომ რაღაცა უაზრობები გააკეთეს, პარკში რაღაცას რა ქვია აშენებენ კიდე, პარკში კიდე ფეხბურთის დაფარომა თითქოს ლანჩხუთის გურია დაარსდა 1924 წელს არ დაარსებულა ლანჩხუთის გურია 1924 წელს დაარსდა სხვა გუნდის შემდეგ კოლხი მეურნე ეთქვა. იქ აზერია შესწომით არ ასპირებენ, არც გასწორება უნდებიან. ლანჩხუთის ცენტრალურ ქუჩას ქვია ჟორდანიას ქუჩა, რომელიც იყო საქართველოს მოღალატე, გაქურდა საქართველოს ჟორდანიას ბანდამ, გაქურდა საქართველოს. ხო და მარსელში ჩალაგა, რამდენჯერ ვინ არ თქვა ეს, ყველა ამას ლაპარაკობს. მარტო მე ხო არ ლაპარაკობ ამას. ხო, ახლა უყურე იმ სტალინის გარდაცვალების დღეს ისე შევიგრიბეთ ჩვენ სტალინის მოყვარული ადამიანები და საბჭოთა კავშირის მოყვარული ადამიანები და 5 კაცი და აღუნიშნეთ სტალინის იგი, ხო და რომ გამოვედით ისე LGBT ღონისძიებას ადრე ამზადებდნენ, ხო და ჩაატარენ LGBT ღონისძიება ისე ბოდიში და პერო გარჭობილი ისე ზოგს ცხვირი ქონდა გახვედილი ცხვირში გოლი კაიგი, ხო და მივედი და უთხარი 5 წუთით მომეცი მიკროფონი რომ თქვა რაღაცა მეთქი, არაო ეს პოლიცია იქვე იდგა პოლიცია, ხო და ხარხარები იცინოდნენ ასე იცი რომ იციან სიცილი, ხო და არაფერი მომეცით ერთი მიკროფონი უთხრა ამ ხალხს რომ დღეს სტალინის გარდაცვალების დღეა და არ შეიძლება ამის ჩატარება მეთქი, ხო და იცინოდნენ აგანია პოლიცია, მეტი არაფერს არ აკეთებდნენ და წინა რამოდენიმე ერთი თვით ადრე გამოუშვა იმან მთავრობამ კანონი რომ გზის გადაკეტვა იღებაო, არ შეიძლებაო მერიის გარეშეო, ხო და იქ გადაკეტილი იყო გზა. ხო და ეს ბრალდებები წაუყენე მე იმას, სტალინის ზეღლი დაანგრია, მოადგილეს წაუყენე, კორუფცია არის ლანჩხუთის რაიონში, ნეპოტიზმი არის, ზოგი ოჯახის ყველა წევრი დასაქმებულია. ზოგი ოჯახის ყველა წევრი დასაქმებულია ავენ. რამოდენიმე დავასახელებ რამოდენიმე კიკუაძე, სარჯუმის აქვია ტიკაძეს ოჯახი, მოადგილის ოჯახი ყველა დასაქმებულია. მის აქვია პოლიციის ყოფილი პოლიციის უფროსის იგი ყველა დასაქმებულია. ეგერ ექიმი იყო ჩიჩუა ევგენი იმის აქვია აქვია დამავიდა, ხო და იგი იმის მანონი ჯიჯიაშვილის ოჯახიც ყველა დასაქმებულია, შვილების, სიძეების და ყველა დასაქმებული არის. ეს არის ნეპოტიზმი ეს შემოკარგებო. ხო და ეს 8 წელიწადი ხომ იყო ეს მერი და ხომ იყო. ისე იგი ქართული ოცნებას იმას აკეთებს რაც ნაცები. მე ვერ ხედავ ვერაფერ განსხვავებას. კი თითქოს უნდებიან რაღაცას დამოუკიდებლობის მოპოვა, მაგრამ ასე ვერ მოიპოვებთ დამოუკიდებლობა, შემოკარგებო. ხალხი თქვენ ახლა ისე იგი ხალხმა შეიძლება მოგცეს ხმა, მაგრამ კიდევ ასე უნდა გაგრძელდეს, კიდევ ასე. თუ ქართული ოცნება მიიღებს, მერი უნდა გამოიცვალოს, ის მერი ვერ აკონტროლებს სიტუაციას, ვერა. ის იმ სიტუაცია აკონტროლებს, მე მგონი შეკრული არის ნაცებთანაც, ამ ხაზარაძეებასთან, ამ გახარიებთან და იმასთან. ხო და ამიტომ რამდენი ხანია ისე უთხარით ჩვენ, რომ სტალინის ძეგლი, ხო და სტალინის ძეგლის აღდგენის პროგრამა დაშალეს სტალინის ძეგლი. ხო და ეს რას თქვი ასე. ხო. ახლა მოადგილი, ახლა გამოჩნდა იგი რა ქვია, მერი და მოადგილე აღარ ჩანა, ესე იგი. და ვიღაცა ქალი მოშო. მე არ ვარ წინააღმდეგ ქალის რომ იყოს, იქნე მოადგილე და იგი. არ ვარ ამის წინააღმდეგი, მაგრამ ის დაიმალა, მაგრამ
ხო უნდა ვიცოდეთ ჩვენ ვის ვაძლევთ ხმას ქართულ ოცნებას მაგალითად მე რომ მივიდე და მინდა ქართული ოცნება ავიჩიო რომელიც ჩვენი პარტიას არ გვაძლევენ მონაწილეობის უფლებას ვის მივცე ხმა კიდე სარიშვილს მივცე ხმა და კიდე ტიკაძეს მივცე ხმა რომელიც ტიკაძის ისე დედის იგი არის სარჯველაძე მის რა ქვია ჯანმრთელობის მინისტრი ამდენი ხანია ვლაპარაკობ ჯანმრთელობის მინისტრი გამოსაცვალია ხო და სხვა უნდა დადგეს იქიდან სხვა უნდა რომელიც არ იქნება ასე არ ვიცი მე ვერ გავიგე ეს გამოსაძიებელია ჩემო კარგო ირაკლი კობახიძე და ბატონო ბიზინა ხო ეს ხალხი ყოველ შემთხვევაში მოცილდეს უნდა ლანჩხუთს მოცილდეს უნდა სარჯველაძე მიხეილის იგი რა ქვია ხალხი მოცილდეს უნდა თორემ მე ვერაფერს ვერ ხედავ ადრე და ჯორბენაძე რო იყოს იმის შევარდნაძის დროზე იმან დაწამლა მთელი ლანჩხუთი დაწამლა ნარკოტიკები და ყველაფერს სიგლახით ხო და ახლაც ისე მიმდინარეობს ეს ხალხი ისე იგი ლანჩხუთელი ეს ვინც იყო ეს პრეზიდენტები ეს პრემიერ-მინისტრი ყველა პოლიტიკური ნაგავი ყველა პოლიტიკური ნაგავი და ქართველი მშრომელი ხალხის წინააღმდეგ იმაშობიან აკეთებენ მაგის საწინააღმდეგოს ყველაფერს ხო ეხლა ისევ ეკლესიაზე ხო ეხლა ქართული ოცნების იმაში იყო ძალიან კარგი წესიერი პატიოსანი კაცი დათო წულაძე ალბათ მე ვფიქრობ ალბათ ჩემი იგი არის სუბიექტური აზრი ალბათ ისე იგი ეშინოდათ რომ ის გახდებოდა კონკურენტი ამათი კონკურენტი გახდებოდა მე ახლა არ ვიმაშობი ოცნება არის თუ ნაციონალური მოძრაობა მე არ მაინტერესებს ამასი ლანჩხუთის მაფიის ისე წინააღმდეგი ლანჩხუთის მაფიის წინააღმდეგი იყო ნამდვილად ის კაცი თვითონ იმაშობოდა გავდა იმ გამწვანებაზე იმაშობდა თვითონ ეხმარებოდა იმას მუშებზე თვითონ იდგა იქ ანუ წესიერი ადამიანი იყო ის ადამიანი გარდაიცვალა თქვენ კიბო ეხლა მოდაშია ლანჩხუთში მოწამვლა ხალხის და კიბოს დაბრალება ვისი შეკვეთა იყო დათო წულაძის სიკვდილი ძალიან საჭიროა რომ ის მოწამლეს და კიბოს დაბრალეს როგორც ყოველთვის ხდება ლანჩხუთში მივედი ეგრეთ წოდებულ სასამართლოში ხო მერმა მითხრა მერს რო ველაპარაკია და ეს წაუყენე ჩემი ბრალდებები არა მითხრა რომ მიჩივლე სადაც გინდაო მივედი ახლა სასამართლოში განცხადების დაწერა მინდოდა ერთი ქალი დამხვდა იქ ერთი ქალი არის და სულაზე ხედავ ერთი ქალი თან ხვეტავს იმ იმას და თან ის ქალი არის მოკლედ სასამართლოში მოსამართლეც იქ ქალია და მეზოვეც იქ ქალია ცუდი ადამიანია რა ძალიან კარგი ადამიანია მაგრამ რა ხდება ვერ გავი ერთი კაცი ისე კიდე მეზოვე კიდევაც ხვეტავს დავდივარ იქ და კიდევაც ის ქალი იმაშობა პასუხობს ყველას რა ხდება ვერ გავიგე მე ლანჩხუთის რაიონში ხო შემდეგ მე უთხარი ასე განცხადებანია დავწერო ახლავ განცხადებას არ წერონო ახლავ ადვოკატმა უნდა შეადგინოსო სარჩელი ეს ელი მე არ მომწონს ელი და ური არ მომწონს ამიტომ სარჩელი კი არ ქვია ამას საჩივარი ქვია რომელიც ჩივლობ შენ ხალ ადამიანს საჩივარი ქვია ხო სარჩელი უნდა შეადგინო ყველაფერი ესე იგი ურიების იმაზეა წასულ ყველა ელი და ური არ მინდა ეს სარჩელი მე მინდა საჩივარი ხო მივედი ადვოკატთა ფირმაში სადაც მითხრენ არ იქნებაო ის არ დღესო არ სხვალეო და რაჯის მე ვთქვა რატომ შებულებაშია მგონია წასულიო მე ვიღაცის ტელეფონის ნომერი მომცეს პირველ დარეკვაზე არ მიპასუხა მეორე დღეს ალბათ გადასცენ რომ უპასუხეო და მიპასუხა მაგრამ მე რომ ვახსენე ყოფილ მერზე მინდა მეთქი დავწერო საჩივარი მეთქი უარი მატაკა უცბად ხედავთ თუ არა რამოდენა მაფია არის ლანჩხუთში
აქ არ არჩევენ არც ნაციონალს, არც ქართულ ოცნებას, ყველა ერთი იგია, მაფიის წევრია. გინდა ნაცი იყოს, გინდა ქოცი იყოს, გინდა ჟორდანიას ხალხი იყოს. ყველა ერთად არის გაერთიანებული ქართველი და პატიოსანი მშრომელი ხალხის წულაზე. წულაზე იყო სუფთა ქართველი. სარიშვილი არაა ქართველი. სარიშვილი არის სარა ვინ იყო? აბრამის ცოლი იყო. ხო და ასეთია ჩაიგდო ხელი არა ქართველმა ხალხმა. ხო და გვარ გადართქმეულმა და გვარ მოპარულმა და ეროვნება წარწმეულმა ხალხმა. ხო მე არ მაინტერესებს ეს არ მაინტერესებს. ასეთ იაკობ კედმირომა ებრაელია იმას იგი კაცი მაგრამ იმას ჯობია ადამიანი ნახეთ რას ლაპარაკობს სტალინზე. ასეთ ებრაელს ენაცვალო შემდა მე არ მაქვს მე ეროვნებაზე არ მაქვს არაფერი საწინააღმდეგო. იყოს რომ გააკეთოს ერთი ხალხის ქართველი ხალხის სასარგებლო რაიმე გააკეთოს. ზოგი ამბობს ხო ახლა ის შენობა სადაც ტუალეტის გვერდზე აქეთ აშენებულია შენობა პარკში კულტურისა და დასვენების პარკში მე ფურნეს ვიღაცა აწყობდა პურს აწყობდა იქ ხო და რომ კითხე ახლა გამოვიდა ასე თქვა მისი ქმარის იყო და ესო არაა ოცნების დროს იო ოცნების დროს არა მაგრამ ეს შენობა რატომ არ შეამოწმა რომ ეს ბაღში შენობა იდგა უკანონოდ არ უნდა შევმეტ თუ მე უნდა შევამოწმო თუ იმან აბა მე რას მიკეთებს ხო შესამოწმებელია აუცილებლად ხო გააჩუქეს ეს ტერიტორია ეს პარკი როგორც იციან ერთლარად სიმბოლურ იმაზე გაჩუქება თუ ნიყიდა ვიღაცამ შესამოწმებელია ეს არ ვიცი ზუსტად ზოგი ამბობს მისი ქმარის მოსამართლე ეხლანდელი მოსამართლე რომ იყო ახლა არ არის ის მოსამართლე წავიდა ალბათ რა ვიცი ხო და იქ ისე იყო იგი რა ქვია სამხატვრო ისე იგი ქვებზე ხატვა ხო და ისინი იხდიდნენ იმას რა ქვია გადასახადს რომ მუშაობდნენ იქ იხდიან და გადასახადს ეს გადასახადი კერძოდ ვის იმაში მთავრობაში შედიოდა ბიუჯეტში შედიოდა თუ ვიღაცა ჯიბებში იტენიდა ამას საკითხავია ყველაფერი გამოსაძიებელია ჩემო კარგებო ხო 8 წელიწადია ეს მერი არის რატომ არ შეამოწმა ეს ყველაფერი თუ მისი გაკეთებული არა შემოწმებია მაინც უნდა და დიესაჯა უნდა თუ იყო რამე არასწორად გაკეთებული ხო არამედ იმას კი არა რაღაც აბდაუბდებს აკეთებს ჯერ გააკეთებენ მე დაშლიან ახლა იმ ეკლესიაზე სახელი კარგი სახელი აქვს წმინდა გიორგის სახელობის მაგრამ საინტერესოა ფრანგების ინტერესების დამცველი მოძღვარი იქნება იქ თუ ქართული ინტერესების დამცველი მოძღვარი იქნება თუ ფრანგი და საფრანგეთში თქვენ მოგეხსენებათ ეს ჩემი ნათქვამი არ არის საფრანგეთში იქ ისე იგი ეკლესიებში ჯვარს წერენ ისე იგი ჯვარს წერენ ერთსქესიანთა იმას აქვია ოჯახებს ჯვარს წერენ თუ ამას ოჯახი ქვია და თუ ამას რამე ქვია ასევე ბოდიში მომიტო კატებსა და ძაღლებს წერენ ჯვარს საფრანგეთში ეკლესიებში ხომ არ შემოგვიგდეს ლანჩხუთში აქ რომელიც ჟორდანია აქედან იყო შევარდნაძე აქედან იყო ეს ეკლესია რა გარანტია გვაქვს ჩვენ ხელში აქ ვინ იქნება მოძღვარი ხო და რა რიტუალებს ჩაატარებს ის მე საეჭვოდ მიმაჩნია ყოველივე ეს ვითხოვ შემოწმდეს ვინ არის ის მილიონერი ვინც აშენებს ეკლესიას ეკლესია თუ შენდება ქართველმა ხალხმა უნდა აშენოს და საქართველოს მთავრობამ უნდა აშენოს და არა საფრანგმა და
ამერიკელმა და ვიღაცა მილიარდერმა, რომელიც რაღაცას ფიქრობს, აქ ბომბი უნდა ჩაგვიგდონ აქ, ბომბი, შემდეგ აქ ისე იგი ის რო ვერ გაიტანეს LGBT ღონისძიება, აქ შეასრულონ, აქ ეკლესიაში. გაიგეთ თუ ვერ გაიგეთ, შემოკარგებო, ვინც ვერ გაიგეთ, ხართ გონება ჩლუნგი. ხო და არაფრის ცოდნე და არაფრის მაქნისი. კარგად ბრძანდებოდეთ ყველა, კარგად ბრძანდებოდეთ. ჯანმრთელობას, ბედნიერობას გისურვებთ ყველას. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი.